ილოცავ ახალ წელს მეგობრებო და წელიწინ გვარდა სახიგამ მოგესალმებით მეგობრებო და დღეს მივდივართ ბრემენში. გავტესტავთ ქართულ რესტორნებს. რესტორნების სახელებია მიმინო, რიონი არტი, Art of Sweet and Food Bremen Track. მოკლედ მივდივართ ბრემენში, შემოვიდეთ ამ ყველა რესტორანს და შევუკვეთავთ ამჯერად საუკეთესოს რაც რესტორანში აქვს. გონია რომ ესე უფრო კარგად შევაფასებთ ამ რესტორნებს. მარტო ამ მოგზაურობაში ჰანოვერიდან ბრემენამდე რესტორნები კულინარია ამ ამბებში მარტო არ ვიქნები. ჩემთან ერთად იქნებიან გიგა და ზურა. მანქანები ვერ დადიან, მოყინულია ყველაფერი და მივდივართ ბრემენში. რესტორანი მიმინო მუშაობს 6 საათამდე კვირას და უნდა მოვასწროთ ეს ყველაფერი, ამიტომ ეხლა გავარდეთ და გზაში აღიხსნით დანარჩენ რაღაცებს. წავიდეთ. ქართულ გერმანული ჯგუფები ისევ არ ადასტურებენ ჩემ პოსტებს. ეს მაკეტება რესტორანი. და შევქმენი, ამიტომ ჯგუფი მეფისტო Facebook-ზე. მინდა რომ გადახვიდეთ ამ ჯგუფში, დაემატოთ ამ ჯგუფს და დამეხმაროთ იმის გავრცელებაში, რასაც ვიღებ და რასაც პოსტავ ზოგადად YouTube-ზე. გამარჯობა. ცოტა ხნის წინ დაგირეკეთ, ან ჰანოვერიდან ის რა არის, ანუ ხმიწერს 30 წუთს რა. ეს არ ხო არ შევუკვეთოთ, თქვენ უნდა შევამთავაზოთ. ხინკალი უეჭვოდათ? ხინკალი, ოკეი. 5 შევუკვეთოთ მაშინ, რა. კი. ხაჭაპური. აი, იყოს ხაჭაპური და ხინკალი მაშინ. კარგი, მაგ. იმე. მე ამას მოდაარქე. ბიჭო, რავი, რაღაც მე მგონია რომ ელოდებოდა რომ ძალიან ბევრ ამას შევუკვეთავდი რა. 5 ხინკალი რა უთხარი, ესეთი რეაქცია ქონდა, ვეღარ დავაკელი 5-იო. არ რაღაცა იქნება რა. გველოდებიან თავარი ეკა. გაჩ. მერული შევუკვეთოთ და მერული ხარ მოვიდა. ერთი ის არის გასათანადებელი რომ შია და ცოტა ხანი რასაც შემიძლია სავარაუდო ყველაფერი მომეწონა. ეს კარგია. ეს ზომა გადავიღოთ პროსტა. ეს მოწეთულა. კამე. ხინკეს ზომა ვაჩვენო. დიდი ხინკალი. მე ბოდებო, აი მხედა. აი მხედა ხინკალი თუ გინახავს. ჩანს ეგრე. როგორ უნდა შევასწავლო? ამ მხედა ხინკალია. არ შეიძლება სხვა ხინკალი არ გაგვისიჭავს. მაგრამ ზომაში უეჭველი ამ მიმინომ გაიმარჯვა. მე ახლა ხინკალი ძალიან ახალი. აი ხორცი არის? აი ხორცი. აი ხინკალი. ზაჟე მაგრამ აი თუ კიდავს და აქ თუ მოხვალ კართან არ დაწყოთ ვიდე გაიხსნა ამას ცას მე ვერ შევჭამ თუ მაგრამ ხშირად 3 ხინკალი შეუკვეთეთ და დღეში ამოხდეს დღეში 3 ხინკალი გეყო შუა დღეზე ხარ просто ხედავ კამერა. სიგიჟი. ერთ პიკობის ვერც გაგიზიარებ და გადაყევდი, მაგრამ გაგიზიარებ. სიგიჟების ნახვა თუ ვინა კომენტარებში იქნება ამბი. ხინკალი არის იდეალური, ძალიან დიდია, წვენით და ხორცით ძალიან გები. ხინკალს შევაფასებდი 10-ით. ძალიან კაცრად რო შევაფასებ, დავწერდი ისევ 8-ს. რა, იმიტომ რომ ქალაქები არის მე მისწორდება ქალაქში წვანილები. მაგის გემო. კითხება. წვანილები ვერ დავამატებ.
კანი ჩემთვის უფრო ხელი რო ყოფილიყო, კარგი იქნება, მაგრამ ამ ზომაზე უეჭველი ხელი არ გამოდის, იმიტომ ეს ხორცი რა იყო. აი ხორცი. ხაჭაპური გამოვიდოდა ამ ხინგრის ზომიდან ასარია. და შეიძლება რაც მორჩენთ იმაზე მე ხაჭაპური. იმას თამხლა არ უნდა იყოს კინკალი, კინკალი უნდა იყოს პატარა ჩიგრული. იმიტომ ეს უცებ პატარა შეჭამოდა. ანუ ამ ხელა არის და მაინც ის გემო და ყველაფერი შენარჩუნებული აქვს და იმის გამო კიდე ამ ხელა ხინკას ჩოვლები ფაში კიდეა როგორცაც პატარას დაკიდებდნენ ან სხვაგან როგორცაც პატარას კიდეა მაგიტო დავწერ 900 თორე ისე ვასწავლებ კაი ხინკალია რობერტო წავდი მე მივიდივარ შემდეგი რესტორანში რაც უფრო მალე მოხდება ეს ყველაფერი, მით უფრო კარგი იქნება და იმისთვის რომ ეს მალე მოხდეს, თქვენ უნდა დააჭიროთ გამოწერის ღილაკს. გამოწეროს უცებ. ზევონის გამოწერს რომ მაჟის ჩემს. ეგეც არის რა. ერთი უცნაური საბრძოლო სტალინის საბრძოლო მაგდანალები და ახლა ლევანის გამოწერს. იმასოებად ალბათ რომ ჩემს არხზე რამდენიმე თვის წინ გამოჩნდა პირველი სპონსორი ჯორჯია როიალ ვაინი და მას შემდეგ ჩვენ ერთად მუშაობთ და ძალიან ბევრი რამ შეიცვალა ფაუსტის არხზე და ჩემს ცხოვრებაშიც მათი დამსახურებით. ასეთი პატარა არხებისთვის არ არის მარტივი სპონსორის შოვნა და ძალიან მოულოდნელი იყო ჩემთვისაც. გადავხედე ძველ ვიდეოებს და ყველა ვიდეოს ვიწყებდი ერთნაირად თითქმის რომ მარტო აღარავა ფაუსტს გამოუჩნდა დამფინანსებელი სპონსორი და ასე შემდეგ. და ზუსტად მახსოვს ის ემოციები, რაც გამიცდილი ყველა ვიდეოს აწყობის დროს, გადაღების დროს და ძალიან კარგი გამოცდილება იყო ჩემთვის, რისთვისაც ძალიან დიდ მადლობას ვუხდი ჯორჯია როიალ ვაინს. ეს გამოცდილება აუცილებლად გამომადგება მომავალში, მაგრამ სამწუხაროდ ყველაფერს, რასაც აქვს დასაწყისი, აქვს დასასრულიც და დღეს ჩვენი გზები გაიყო. ფაუსტი დარჩა მარტო მეგობრებო. იმათმა იგითხონ თუ არა, მინდა ეს მაგათვინოს თუ წარმატებებს ვსურვებ ჯორჯია როიალ ვაინს, იმედი მაქვს ჩვენი გზები კიდევ ერთხელ გადაიკოთება. არა, მართლაც კარგი ღვინო გქონდათ. მე მაგვშტანალები და ძალიან კარგი ღვინო გქონდათ, დავაგემოვნე რამოდენიმე მათი ღვინო და მე ჯერ ვიგავს ინდა საფში. მაგას რო გასინჯავ, კაიდოსი. და მოგკოლეთ მეგობრებო, ესე არის ფაუსტი დარჩა 30 დეკემბერს, ახალი წლის წინ დარჩა მარტო. მაგრამ მეგობრებო, 31 დეკემბრიდან ფაუსტი მარტო აღარ არის და გვერდში უდგას ქართული ღვინის მაღაზია ქვევრი. ქვევრი დღეიდან იქნება ფაუსტთან ერთად და ჩვენ ერთად ჩავწერთ ვიდეოებს და ერთად გავაკეთებ იმ საქმეს, რაც მე აქამდე ვაკეთებდი და მომავალშიც აუცილებლად გავაკეთებ. ქვევრზე კიდევ უფრო მეტ ინფორმაციას მოგეწვით. ნელ-ნელა მომავალში ძალიან დიდ მადლობას ვუხდი ამ კომპანიას, რომ დაინახა მნიშვნელობა ფაუსტის და გვერდში დაგვიდგა. და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ერთად ძალიან ბევრ მნიშვნელოვან რაღაცას შევქმნით. მინდა რომ ეს გვერდში დგომა, რაც ამ ღვინის მაღაზიამ გამოხატა დაუფასოთ და აღწერაში იქნება მათი გვერდი მოცემული. გთხოვთ რომ გადახვიდეთ, გამოიწეროთ მათი არხი. თუ ვინმეს ღვინო მოუნდება გერმანიაში, ურჩიეთ ქვევრია აუცილებლად. ან თან ისეთია ხო, ანუ მცირე მეღვინეობების ღვინოებს კიდიან და ნაკლებად ინდუსტრიულ ღვინოებს. მცირე მეღვინეობებს აკეთებენ აქცენტს მოკლედ და ღვინეობა შეგვიმართულება არის ყველაზე საინტერესო ჩემთვისაც, იმიტომ რომ მცირე მეღვინეობებში იმალება ჭეშმარიტება ჩემი. ჭეშმარიტება და ის ბევრი ტრადიციული ღვინო აქვს ძალიან და კუთხების მიხედვით ძალიან დაყოფილი და ძალიან დიდი არჩევანი აქვს ეს თავად. ამ ღვინოების შეძენით გვერდში დაუდგებით აუცილებლად ზუსტად იმ ადამიანებს, ვისაც ჭირდება ჩემი აზრით რა და მიხარია რომ ჩემი და ქვევრის გზები ესე გადაიკვეთა და ძალიან დიდ პატივს ამ იდეას, რასაც მოიცავს ქვევრი თვითონ და ნელ-ნელა კიდევ უფრო და უფრო ღრმად გაგაცნობთ ამ კომპანიას მოკლედ. გავსინჯეთ ახლა ჯაპურის ანალოგაციები და ამოჩაჭამე და
Hinkale. Vielen Dank. Brauchen Sie noch Pfeffer und Salz? Ja. Pfeffer. Wissen Sie schon, wie kann das essen? Wir sind Georgien. Du kannst auch Hachapuri probieren. Guarda, guarda, non lo so. Usa perché non mi scia. რო ხაჭაპურს მოუჩბიჭსა, ამ დიდი ხილგებია მეგობრებო რა. იქაც დიდი ხილგები, აქაც ძალიან დიდი ხილგებია რა. Lieber ich kaufe sowas heute die Liebe. ვერა, აი რა უის მაო, ნახე რა მხედა. Machen wir richtig? მარილია კლია. ცომს მარილია კლია. ეს ის რა არ მოკლია. Αλλά σαν θα πρέπει να. მარილია და ცომს და მარილია მოკლია რაღაცა საერთოდ მევებიდან. და მაგიტო ერთგულას დავაკლებ, თუ 8 დავწერე 7 დავწერ, თუ 9 დავწერე 8 დავწერ, 10 თუ დავწერე არა მგონია, მაგრამ ამას 9-ს დავწერ. ჩემტოლემა ისე დიდი ზომა ძალიან გადასული იყო ციცაკის სალამატი. ამ 9 კი არ იყო, მაგრამ მთლიანად ციცაკის სალამატი ხონდა. 8-ს დავწერ. მიმინოს რესტორან ხინკალი ბევრად ჯობდა და ამ ხინკალს დაუწერ 8-ს. Alles klar. ეს სხვა დღეს ხო არა, ოპერატორს უარეჭმენ ხოლმე რა. მე წარმოგიდგენ როგორი ტიპი ვარ რა. ყველა სხვა. ოპერატორი დაგვარდა. ზურა არის ციმერმანი. გიგა, ჩვენი შენს იმენა პროფესორია. ციმერმანი როგორი ფერია? ის ოსტატ. ხის მარტო? ხო, მაგრამ მე ურეკავ ყველაფერზე რა, რაც მოხდება. ანუ ეგრეა წესი. აუსბილუმია ორივე და ორივეს აქვს ეს აუსბილუმი გაკეთებული. თუ რომელიმე აუსბილუმზე უფრო მეტი ინფორმაცია გინდათ, ან software development-ზე, ან ციმერმანზე, დაწერთ კომენტარებში და შევძლებთ ჩვენ ვიდეოს და მოვიყვებით ძალიან ბევრი რაღაცას ამ მეთოდებს. პრემიაში ცხოვრობს ძალიან ბევრი ქართველი და გამომიწერეთ რა ყველა. ხო, მოკლედ მეგობრებო, გადავიხადეთ 91 ევრო და 80. რიონი არჩი მივივართ და ნახოთ რა იქნება. საერთოდ ჯამში ეს ყველაფერი სიამოვნებაა, რაც მე აქ მივიდე, 82 ევრო არ მივიდა რა წავა. რა ამბავი. მოკლედ მეგობრებო, ვიყავით მისულები Mr. Pizza. ამასობაში რაც ჩამოვიდით, გავარკვიეთ, რომ კიდევ ერთი ქართული რესტორანი არსებობს და ქვია Mr. Pizza. წესით უნდა ყოფილიყვნენ 11-ის ნახევრამდე, მაგრამ აი მოვედით თუ არა დაიხურა, დაიკეტა და არის ახლა 9 საათი. დაკეტეს კაროჩე. მაგრამ გავბრაზდი, არა? ჯანდაბას. შეიძლება მაგარი ხინკალი აქვს რა. კიდე ჩამოვალ ბრემენში და გავტესტავ მაგასაც და კიდე 6 რესტორანია ვაფშე. მე ვიცოდი მარტო 3 რა. ეხლა მივიდივართ რიონიარტში. მან მივალთ, მაგაც დავაგემოვნებთ და გავყვევით სახლის გზას. ამასობაში რო იცოდეთ მეგობრებო, მაგრა მოყინა. გზები მოყინულია, მაგრამ არ თოვს და კაია, ხო? თუ რამე ჯაჭვები გვაქვს. შეიძლება რომ საჭმელი არ იყოს რა. ნიჭირო განცერჩია. გილოცავთ ახალ წელს მეგობრებო. ბრავალს და ეს არის საუკეთესო წელს გისურვებთ ყველას. ცოტა დავაგვიანე ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ ძველი ახალი წელი მოდის, ნამდვილი ახალი წელი მოდის და იმას გიწევთ. ბევრი არის წარმოგიდგენილი ჩვენთან ბაგინეთის მიერ წარმოებული შავკაპიტოს ხუთი. შავკაპიტო პირველად გაიგეთ მეგობრებო, მეც პირველად გავიგე. და პირველად დავაგებუნებ ახლა. შავკაპიტო არის ენდემური ხუნძნის ჯიში და დავაგებუნებთ. წელში ერთ-ერთი დედათა მონასტრის ტერიტორიაზე არის მოყვანილი და არის იშვიათი სახეობის ჯიშის ვები. ინფორმირებული კაცი. სამწუხაროდ ვერსო. აუმაჯის. კარგია.
ლეკაშენ. პირველი ვეც ნორმალიზაციის ხინა. ის მე ყველაზე ძვირი. 3.20 თუ რაღაც. განცეცე. სახე გამოწეს პრემიაში. აილოცეს. გავსინჯოთ. გავიდა გასოლებდას რომ ვაკე ეხლა უნდა დავბრუნდეს მეგობრებო ჰაინოფერში და კაი ხანა და კაი გზაზე გვევლოს რა შემდეგ ვიდეოს დაევედით ეგ იქნება ნიშანი რომ კარგად ჩავედით ესე იგი ჰანოვერამდე ჩავედით შევწო ეს სამრებინა იმბიც როგორ უნდა და გასავით როგორ უნდა ვეუბნებოდა გასავლითო და არასწავლებინე არა მე ხალხად კაც გერმანიაში ეს ჭამას ვერავინ ვერ მასწავლის რა სულ თავზე პირადულში მივიღე რა ფაში ჩავისა და ამიწვას მაინც არ ვიტყვი რომ მასწავლენ ჯერაც კენგელა წაიგო რა ძალიან შენ მოგიკუთი მოდი არ მოგებო ორი ბოთლი მოხსენებდა ეს არის შენთვის რა ეს ვინო ისეთი სული აქვს რომ ლევანი დარჩება შენ გემოცოდა იყო ჩემგან და ფევრის ორი გოგოების ჰანოვერში რომლებიც აი გოგოები ბევრ საყვარლობებს აკეთებენ რა მათი Facebook-ზე მათი კოეფიციენტი აღწერა შემიცებული გთხოვთ ვიზეროთ მათი არხი და აკეთებენ ესეც ასკრებუქსებს ამ შეგიძლიათ მიწეროთ და ფასი თქვენი სურვილის მიხედვით შეარჩიოთ ეს არის 15 ევროიანი ესეც ასკრებუქსი და განუცდელობა ძალიან დიდი მადლობა თან მოყვა თაფლი და ეს ორი სუპერ გულო არიან პირველები ფერმერის შემოიტანეს თაფლი და აუსი ქართული თაფლი და თავის საჩუქრებით როგორც შენი იყოს და ქართული თაფლი ეხლა ესეც თითქოს მე რატოაც საჩუქარი არ მივიღე შენ იმიტომ არ მიიღე საჩუქარი რა აუსახში მაგდა ესაჯდა მეორე გამენეს საჯდა და დაგიბრუნდით ისე ეს კამერა ჩანს ეგ კამერა მოიყვანე ეგ საცხარი მოდი ჯიგარა ლამაზი წავიდეთ ჩვენ ჰანოვერში უნდა დავუბრუნდეთ სახლებში და წავიდეთ ვინც მეუღლეობა სახში ვინც მეუღლე შვილდება ბავშვიელოდება სახში და მე კი ვარ ესეთი უხალტერები რესტორნებს არ შეეხება ბრემენში ჩემი რესტორანი იქნებოდა მიმინო შენი რესტორანი რომელი იქნებოდა ბრემენში ანუ ხინგლში ამათ მომინდებოდა აქ მოვიდოდი ოკეი შენ შეძაფენა ინგლისში ამათ მომინდებოდა და უცნაურად მიმინოში წავიდოდი და ზურეს მიმინო მაგრე გავუცი მაგას მიმეწონა აი ძალიან აეროდერა მიწონა რა მე მიმინოს პარიში მართლა იდეალური იყო ჩემთვის გარემო ოჯახური საოჯახო მამა და შვილები იყვნენ აღარია და მეცონა მეძბალეში კუთხური სვალი აი იმ ხრივ როგორც რესტორანი და კომფორტი მინდა და რაღაც მაშინ ეს აიგარი რა თან იქვე დავამატებდი რომ მიმინო არის ახალი გახსნილი და ეხლა იმენამენ სივრცე აქვს შეუძლიათ მაგრად მოაწყონ შეუძლიათ ის ინგარის კიდე გამოსწორონ და სულ დააბატარო იმიტომ რომ ცოდუა ხალხი ყველა ინგლისური და ქართულები რო ჩამოდიოდნენ ასე ინგარი და როგორ მივაერა აუსტი გამოიწერეთ გამწერების გარეშე ძალიან გამჭირდება ახალი ვიდეოების გადაცემა რა
თქვენთვის ძალიან მარტივი არის ერთი დაჭერა უნდა გამწერას. და ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს ეს ყველაფერი. წავედით გემშვიდობებით. ჩვენ გზას გაუმარჯოს ჰანოვერის ხიჩი. ჩვენ გზას გავუმარჯოს ამ უგემრიელესი ღვინით. ამ ვიდეოდან მინდა რომ მადლობა უთხრა მარიკას ზურეს მეუღლეს.